აბა 3-2 დავიდა. მოკლედ მეგობრებო, მოვედით დედამოკას თერმულ წყლებზე, სადაც მდინარე ტეხურის ულამაზეს ხეობა, მაგრამ რა ვიცი, ძალიან გაგვიჭირდა აქ მოსვლა, ამისთან ამბავი, ამდენი ხალხი აქ არავის არ ყოფილა, წლებია, მე დავდივარ აქ და ეგეთი ამბავი, აქ არავის არ ყოფილა, მანქანებს ვერ აჩერებს ხალხი, იმდენი ხალხია. მაგრამ ეს ისეთი ხეობა, ისეთი ადგილია ღირს აქ, რომ მოხვიდე, თუნდაც ასეთი წვალებით, რომ მანქანა ძლივს გავაჩერეთ. აი ახლა ნახავთ ამ ვიდეოში თქვენ, მანამდე გამოიწერეთ ეს არხი, დალაიქეთ ეს ვიდეო და დატკბით ამ ულამაზეს ხედები. მეგობრებო, დაახლოებით 10 წლის წინ აღმოაჩინა ეს ადგილი, მანამდე არც მე არ ვიცოდი, მაგრამ მაშინ აქ ძალიან ცოტა, არა 10 არა, ცოტა მეტი ხნის წინ. მაგრამ მაშინ და მერე აქ ძალიან ცოტა ხალხი დადიოდა. რა ვიცი, ძირითადად მეგრელები და აქვე ახლოს ყოფი იმერეთიდანაც და რამდენიმე ადამიანი კიდე. სხვა აქ ეხა უკვე წლის განმავლობაში აქ ძალიან ბევრი ტურისტი დადის და უკვე ძალიან პოპულარული ტურისტულ ადგილად იქცა და უკვე თითქმის შეუძლებელია, რომ შვიდად დაისვენო ამ ადგილას. მაგრამ ულამაზესია და ნამდვილად ღირს ნახვა ნამდვილად ღირს ეს ადგილი. ეხლა მე გაჩვენებ თერმულ გოგირდის წყლებს. პირდაპირ დედამიწის შუაგულიდან ამოდის გოგირდის წყლები და ესე გადმოდის აი აქ. ხედავთ ის თეთრი ფერის ნადები, რაც უკვე გადაქცეულია რა ვიცი მყარ მასალად. არის გოგირდი და ზემოდან გადმოდის წყალი, რომელიც პირდაპირ ჩადის აი აქ. ჩადის მდინარე ტეხურში და ნუ აქ ვისაც იქ არ უნდა იმ ცხელ წყალში ძალიან აუტანლად ცხელი, ეხა იქ როგორ ძლებენ, ძალიან რთული გასაძლებია. აუტანლად ცხელი წყალია, იქიდან ახლა რაც გადმოდის, ხედავთ კიდევაც ორთქლი აზდის თეთრ გოგირდის ნადებს. აქაც კი ცხელია ეს წყალი. აქ როგორც ჩანს გაუკეთებიათ რაღაცა აუზები, ადრე არ იყო. მე მგონი და რაღაცა ფასიც ადებს, არ მიკითხია, ანუ შეიძლება უცხოელებისთვისაც. აბა 3-2 დავიდა. აი
No mixing. ახლა მეგობრებო, შევიდეთ გოგირდის ცხელ წყალში. ნახოთ აბა, დინარის ცივი ტეხურას შემდეგ როგორ მოგვეწონება გოგირდის ცხელი წყალი. როგორია წყალი, როგორი? მეგობრებო, აი აქ ამოდის პირდაპირ დედამიწის შუაგულიდან გოგირდის წყალი, აი ესე. სოფელ დედამოკასთან, სენაკის რაიონში, მარტვილის საზღვარზე. დედამოკა მეგრულად ნიშნავს ორსულ ქალს და აქ ლეგენდა უკავშირდება ორსულ ქალთან დაკავშირებით ამ ადგილს და აქაურების გადმოცემით სწორედ ამიტომ ეწოდა ამ ადგილს დედამოკა, ანუ ორსული ქალი. დღეისათვის სულ ეს იყო მეგობრებო, გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ეს ვიდეო, ჯერ კიდევ ბევრი რამეა სანახავი სამეგრელოში და მე შევეცდები რომ მეტი ულამაზესი ადგილები გაჩვენოთ. დღეისთვის მე ვერ გაჩვენეთ, ამღვრეულია ოდნავ წყალი, ამიტომ წყლის ქვეშ სამყარო ულამაზესი მწვანე ტეხურის ხეობა, მთელი თავისი დიდებულებით ვერ გაჩვენეთ, მაგრამ მოდი შემდეგი ჯერისთვის შემოვინახოთ. ახლა კი გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ეს ვიდეო და შეხვედრამდე.